საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ახორციელებს ახალციხის კონვერტორული სადგურის 400 და 500 კილოვოლტიანი ფრთის გაფართოებას. პროექტის მიზანია ახალი ელექტროგადამცემი ხაზების ქსელთან მიერთება. მიმდინარეობს 105 კილომეტრის სიგრძის 500 კილოვოლტიანი ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის წყალტუბო ახალციხის მშენებლობა, რომელიც წყალტუბოს 500 კილოვოლტიან ქვესადგურს ახალციხის კონვერტორულ სადგურთან დააკავშირებს. შეიქმნება ახალი ენერგეტიკული მაგისტრალი ქვეყნის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს შორის. Პარალელურად შენდება ახალციხე თორთუმის 33 კილომეტრიანი სიგრძის 400 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ახალციხის ქვესადგურს დააკავშირებს თურქეთის ქვესადგურთან თორთუმი. შედეგად მოხდება არსებული ელექტროგადამცემი ხაზის მესხეთის დაზღვევა. გაძლიერდება საქართველოს ელექტროენერგეტიკული კავშირი, როგორც თურქეთის ენერგოსისტემასთან, ასევე ევროპის ერთიან სინქრონულ ზონასთან. აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროგადამცემი ქსელის საიმედობისა და სტაბილურობის გაუმჯობესებას, გამტარუნარიანობის ზრდას და საქართველოს, როგორც სატრანზიტო ენერგეტიკული ჰაბის როლის განმტკიცებას. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, ჩვენ მოგვაქვს თქვენთან სინათლე.